მოგესალმებით, ამ ვიდეოში განვიხილავ მანხვას, რომელსაც ეწოდება შესვლა მურიმში. მოქმედება ვითარდება სამხრეთ კორეაში. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია 27 წლის ჯინ ტაეკიუნი, რომელიც გაჰყვა გარდაცვლილი მამის კვალს და გახდა მონადირე. აქ იგულისხმება არა ჩვეულებრივი მონადირე, არამედ ისეთი ადამიანი, რომელსაც უწოდებენ გამოუძებულს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარები. მიუხედავად მონადირის სტატუსისა, ჯინი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მონადირე, რაც გახდა მისი სამსახურის დაკარგვის მიზეზი. არა და მამის სიკვდილის შემდეგ იგი იყო ერთადერთი, რომელიც ეხმარებოდა დედას მკურნალობის, ხოლო და სწავლისა და სხვა ხარჯების დაფარვაში. უსაქმოდ მყოფ ჯინს ერთ დღესაც სახლში მიაქვს ქუჩაში ნაპოვნი სათამაშო სიმულატორი და იმედოვნებს, რომ მისი გაყიდვით იშოვნის ცოტა ფულს. მაგრამ იმედი უცრუდება, როცა კაფსულას ახლოდან დაათვალიერებს. დამწუხრებული ტაეკიუნი მეგობართან ერთად დალევის შემდეგ მისი ხრინით შეწუხებული ჩადის კაფსულაში და ვერ აცნობიერებს, რომ ავტომატურ რეჟიმში რეგისტრირდება მოთამაშედ. სათამაშო კაფსულას ჯინი გადაჰყავს მურიმის სამყაროში, შანხის პროვინციაში პრესტიჟული ოჯახის ახალგაზრდა მემკვიდრედ, რომელსაც საზოგადოება უარყოფითი თვისებებით იცნობს და მას უწევს ამ მოცემულობის მიღება. თამაშში გატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ჯინი ჩათვლის, რომ საკმარისია გართობა და დროა რეალურ სამყაროში დაბრუნდეს, ის აცნობიერებს, რომ თამაშიდან ვეღარ გადის და ვარდება პანიკაში. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს თამაშის წესი, რომ თუ აქ მოკვდება, ის სიცოცხლეს დაკარგავს რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი პოზიტიური, რასაც ჯინი იგებს მურიმში მოხვედრის შემდეგ, არის ის, რომ მას შეუძლია ძალის გაზრდა სისტემის დახმარებით. სისტემის მიერ მიცემული თითოეული დავალების შესრულების შემდეგ ის ეტაპობრივად ძლიერდება, რაც ყოველ ჯერზე ისეთ შეგრძნებას ჰქრის, როგორც რეალურ ცხოვრებაში მონადირედ გამოუძებას ჰქონდა. მურიმში მყოფი ტაეკიუნი აღმოჩნდება პოლიტიკური ინტრიგების ხაფანგში. ჯინების მოკიშვა სექტა მას სრუბრალს სდებს ქალზე ძალადობაში და მოითხოვს მასთან დუელს, ან ჯინის ოჯახისგან ქალაქზე კონტროლის დათმობას. მათი მოლოდინია, რომ ხდალი და არაფრის მაქნისი ჯინი უარს იტყვის ბრძოლაზე, ან თუ მაინც დათანხმდა, ის აუცილებლად დამარცხდება. მაგრამ სისტემისა და ვარჯიშისგან გაძლიერებული ჯინი ახერხებს მეტოქის დამარცხებას. საუბედუროდ კონფლიქტი შეუქცევად იხდება, რადგან მის პროვოცირებას ახდენს მესამე ძალა. იდუმალი პიროვნება კლავს ტაეკიუნის მეტოქეს სახლში დაბრუნების დროს, რათა მას დაბრალდეს ეს ქმედება და დაიწყოს ომი. ჯინს პირველი სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება უწევს ჯოფილთან, ეს არის სასტიკი მებრძოლი, რომელიც ბავშვებს და ქალებსაც კი არინდობს და ყველას ხოცავს. ჯოფილი ჯინს აყენებს მორალური დილემის წინაშე, ან უსაფრთხოდ გაეცალოს მას და მსხვერპლად გაიღოს მასთან მყოფი ადამიანები, ან უაზროდ გაწიროს სიცოცხლე, რის შედეგადაც ვეღარ ნახავს დედას და დასს. შიშის მიუხედავად ტაეკიუნი არ გარბის ბრძოლის ველიდან, უპირისპირდება ჯოფილს და ამარცხებს მას. სისტემის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ჯინი ახერხებს სახლში დაბრუნებას. სადაც აღმოაჩენს, რომ ერთი დღეც არ გასულა მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამდენი გადახდა. კორეაში დაბრუნებული ჯინი ერთ-ერთი ბრძოლის დროს ახდენს სინქრონიზაციას და სათამაშო სიმულატორში მოპოვებული მისი პროგრესია ისახება რეალურ სამყაროში. მურიმში ყოფნის დროს გაძლიერებული ჯინი სახლში დაბრუნების შემდეგ ნაცნობის დახმარებით პოულობს სამსახურს. სადაც მას გულუხვად უხდიან ხელფასს და კარგადაც ექცევიან, მაგრამ ტაეკიუნი ვერ ისვენებს შინაგანად. მასზე მოქმედებს ის გარემოება, რომ მან მურიმში განსაცდელის წინაშე დატოვა თანამებრძოლები. ამიტომ ის ბრუნდება უკან, რათა დაიმშვიდოს სინდისი. ჯინი მიდის ბრძოლის ველზე და ყველას აგებინებს, რომ მთავარმა უხუცესმა სექტას უღალატა. აქ იმართება დიდი ბრძოლა, სადაც ჯინი თანამებრძოლებთან ერთად ახერხებს უხუცესის დამარცხებას, ის კიდევ უფრო ძლიერდება და იღებს ზედმეტსახელს შანხის მწინარე დრაკონს. ბრძოლის დასასრულს მკითხველი ხედავს, რომ უხუცესი არ არის ბოლო დაბრკოლება და ის სხვა იდუმალი ძალის ხელში არსებული სათამაშოა. ეს იდუმალი ძალა უშუალოდ არ ერთვება ბრძოლაში და ამ ჯობინებს შორიდან უყუროს პროცესებს. ერთ-ერთ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ტაეკიუნი იყენებს აპს, რომელიც სისტემამ გადასცა ჯილდოს სახით ჯოფილის დამარცხებისთვის. შედეგად ის იღებს დიდ ძალას და ამარცხებს მეტოქეს. ეს აბი არის ცეცხლის მეფის, ცეცხლის კლანის წარმომადგენელი უძლიერესი მებრძოლის საკუთრება. საგულისხმოა, რომ ეს კლანი შედგება ერთი ადამიანისგან, რომელიც ასევე ირჩევს ერთ მოსწავლეს ისტორიის და მემკვიდრეობის გასაგრძელებლად. ამის გამო, როდესაც ცეცხლის მეფე შეხვდება ჯინს, ის რჩება გაკვირვებული, რადგან მისგან გრძნობს იმავე ენერგიას, რასაც ფლობენ ცეცხლის კლანის წევრები.
იგი უმალვე ხვდება, რომ ჯოფილი დამარცხდა და გულის სიღრმეში მადლიერია ჯინის, რადგან მას იმდენად უყვარდა თავისი მოსწავლე, რომ მიუხედავად უპატიებელი შეცდომებისა და დანაშაულებისა, ვერ შეძლო მისი შეჩერება. საბოლოოდ ცეცხლის მეფე ტაიკიმში დაინახავს პოტენციალს, როგორც მის სხეულში, ასევე სულიერ ნაწილში. შედეგად მას ჯინი ახყავს მოსწავლედ და იწყებს მის წვრთნას. ცეცხლის მეფე მოხიბლულია ჯინის ფიზიკური პოტენციალით და თვლის, რომ მას აქვს ბუნებრივი საბრძოლო სხეული. ასეთი სხეულის მქონე ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ თავად ღმერთი სახლდება მასში. ამ ცდუნებას ვერ უძლებს ცეცხლის მეფე, მას აინტერესებს, რა სიმაღლეებს მიაღწევს ჯინი მისი კლანის საბრძოლო ხელოვნებით. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ მანხვას აქვს კარგი ვიზუალი და გამორჩეული იუმორი. მასში ვხვდებით მრავალფეროვან და ძლიერ პერსონაჟებს, აღსანიშნავია სიუჟეტის კარგი განვითარება. დასასრულს თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი, დაალაიქე და აუცილებლად წაიკითხე ეს მანხვა.